ეს მოხდა 1921 წლის 24 თებერვალს. დიდი ქორწილი გადაიხადა ვაჩნაძეების ოჯახმა. ვახტანგმა ცოლად რუსუდან წენეთელი მოიყვანა და იმ დღიდან რუსუდანიც ვაჩნაძე გახდა. რას ადრეგზელოები არ უთხრეს ნეფე დედოფალს, ყველას პირზე ეკერა გამრავლდითო. უკვე 11 საათია. თავადიშვილები კი ჩანს გაგვიძებას არაპირებენ. თავადიშვილებო, გაიღვიძეთ. დილამშვიდობისა რუსუდან. დილამშვიდობისა ვახტანგ. როგორ გეწინა? კარგად, მხოლოდ თელი ღამის როლა მესის მრებოდა. გვიან ვახში მოვამიც. ჭამაზე თუა ეგ დადიანების ოჯახს რუსეთ-იაპონიის ომი უნდა დასიზმრებოდათ. იმდენი ჭამეს წუხო ჩვენ ქორწილზე. არა უშავს, ჩვენ წყო ვართ გადაპატიჟებული დადიანებთან. იცოცხლე მე იმათ სამაგიეროს გადავხვდით. რა როდის მობძანდითო? როცა გაიღვიძებთ. აბა ავდგეთ. რა გვეჭგარება ჯერ 12 საათიც არ არის. ახლა არ თქვი დადიანები გველოდებიანო. ვახტანგ, რომელი კაბა ჩავიცვა დღეს? რომელი კაბა ჩაიცვა? საინტერესოა როგორია მინდია გარეთ. როლა. რა ხდება ვახტანგ? მუშები, ლეხები. სულ თოფებით არიან შეიარაღებული. რა უნდა ამ დილა ადრიან მაგოს ახმურებს? რა უნდა და ქორწილში რატომ არ დაგხვდიჟეთო ისრიან? რა ვიცი რა უნდა. გაიგერთი ვის ესრიან და რა დესრიან? კი მაგრამ ვის ვკითხო როცა ყველა ისრის? ნუ თუ ყველა შეიარაღებულია, კითხე რომელიმე უთოფოს. არც ერთი უთოფო არ არის. შეუძლებელია ვახტანგ, კითხე რა. ნუ ხარ უცნაური, კითხე. კარგი ვკითხავ, მაგრამ იცოდე, თუ დაქვრივდი შენს თავს და რა ამბავია ბატონო, რა ხდება? რა ხდება ბატონო? ბატონო? როგორ? უკვე? რევოლუცია! რევოლუცია. კი, მაგრამ ერთი რევოლუცია ხომ იყო უკვე? დროებითი მთავრობა ჩამოუვიდიათ. ის სხვა იყო, ნიკოლოზი რომ ჩამოაგდეს. ეს სულ სხვა, ახალი რევოლუცია. ჩაიცვი და ჩვენც ქუჩაში უნდა გავიდეთ. ქუჩაში რა გვინდა ვახტანგ? როგორ თუ რა გვინდა? მთელი ხალხი მიტინგზე გარბის. რა დროს მიტინგია? ჩვენ ხომ დადიანებთან ვარ დაპატიჟებული. რა დროს რევოლუცია? პურმარილზე ვარ წასასვლელი. ვახტანგ, მე მგონი შენ ჟღალი ჩოხა უნდა ჩაიცვა ვერცხლის ქამარს. მე კი ჩემ ატლასის კორსეტიან კაბას ჩავეცა. ატლასის კაბებს დღეიდან გამოემშვიდავე. რატომ? რატომ და ხომ გითხარი, პროლეტარული რევოლუცია, ჩვენც ახლებურად უნდა გამოვეწყოთ. ეხლა რაც უფრო ცუდად ჩავიცვამთ, მით უფრო მოგვიწონებენ. ქუჩაში რომ გაგვაჩერონ და ვკითხონ, საით მიდიხართო? რა სეტყვი? ვეთყვი რომ დადიანებთან მივდივარ სწორად. საგვაცნია თავს. ხალხი თავადებს და ბურჟუებს ებრძვის და ამ დროს მე და შენ დადიანებთან მივდივართ. სხვა რა მოიგონე? კარგი ბატონო, ვეთყვი რომ თავადების და ბურჟუების დასახოცავად მივდივარ და იქიდან დადიანებთან შევივლით სტუმრად. გვარი დადიანი აღარ ახსენ. საერთოდ д ასო არ თქვა. კარგი. თქვი რომ მივდივართ ბალახაშვილებთან, ტალახაძეებთან. კი ბატონო. მიწაჭამიაშვილი რა? ეხლა რაც უფრო ცუდ გვართან წახვალ სტუმრად, მით უფრო მოგვიწონებენ. კი ბატონო, მაგრამ ხელცარიელი ხომ არ წავალთ. არა და რაიმე სათამაშოს ვუყიდით ბავშვი რომ ყავდეთ. სიმონ ჯერ ბავშვი არ ყავთ. არა, ჯერ არ ყავთ. მოემზადე. მე გაზეთს ვნახავ. იქნებ ქარვასლაში იყიდებოდეს რაიმე სათამაშო. კარგი ვახტანგ.
приказ ему на запад, ей в другую сторону. რუსუდან, რა იყო ვახტანგ? სამოქალაქო ომი დაწყებულა. სამოქალაქო? დიახ. რა საინტერესოა? ვახტანგ, რას ნიშნავს სამოქალაქო ომი? როგორ არის? არა. სამოქალაქო ომი ნიშნავს, როდესაც მოქალაქეები ებრძვიან ერთმანეთს. ეს მართლაც საინტერესო ყოფილა. მე რა ხდება ეს ომი აქ ვახტანგ? ჩვენთან თეთრები ებრძვიან წითლებს. ვახტანგ, მარტო თეთრები და წითლები იბრძვიან თუ სხვა ფერებიც ომებია? დიახ, სამნისფერებიც. მოიცა. ვახტანგ, თეთრი კაბა ჩავიცვა? ჩაიცვი. რა თქმა უნდა, თეთრი უნდა ჩაიცვა. დიახ, სწორედ თეთრი. შეხედე. თეთრების გენერალი კოლჩაკი ციმბირში, თეთრების ადმირალი იუდენიჩი პეტროგრადში, თეთრების ბარონი ვრანგელი აგერ ყურის ძირში ყირიმში არის მოსული. ჩაიცვი თეთრი, რა თქმა უნდა, თეთრი და მეც თეთრ ჩოხას ჩავიცვამ. მომართვი თეთრი ჩოხა, თეთრად უნდა გამოეწყოთ გიტარა. კარგი, თეთრი. სულ თეთრებში გამოვეწყო. თეთრებში გამოვეწყოთ. თეთრებში ვახტანგ. მხოლოდ და მხოლოდ თეთრი. შემოვიდნენ თეთრები ისვენებენ დაჩაზე თეთრად გამოვეწყობი წერეთელი ბაჩნაძე რიმ დამ თეთრი და ოჯახშიც თეთრი რემონტი გავაკეთოთ. კარგი ვახტანგ, სულ თეთრებში გამოვეწყო. თეთრებში უნდა გავავეწყოთ. სულ თეთრებში ვახტანგ. რუსუდან, რა იყო? არ ჩაიცვა თეთრი, თორემ ჩაგვაცმევენ შავებს. რატომ ვახტანგ? კოლჩაკი დახვრეტილია. იუდენიჩი მსუბუქად ჩამოუხრჩვიათ. ვრანგელი კი ზღვაში გადაუგდიათ. ნეტა ცურვა თუ იცის იმ საწოდავმა. საწოდავმა. ამხანაგო რუსუდან, ვისკენ ხართ თქვენ? თეთრ გვარდიელებისკენ თუ ჩვენსკენ? ვახტანგ, შენ ხომ იცი რომ შენსკენ ვარ და აი შენ თვითონ ვისკენ ხარ. შენ თვითონ არ მითხარი თეთრი კაბა ჩაიცვიო? მე გითხარით? შენ მითხარი თეთრი კაბა ჩაიცვიო? იმიტომ რომ ჩვენ წითლები ვართ და მხოლოდ წითელი ფერი უნდა გვერცვას. კი მხოლოდ და მხოლოდ მე წითელი ფერიც მიხდება ვახტანგ. წითელი ფერი. კარგი. სულ წითლებში გამოვეწყობთ. წითელ კაბას შეგიკერა მოგილოცა აღდგომას ერთისეც ვახტანგ, როგორ მოგწონს ახალი მოდის თმა? კომკავშირული. აბა ცოტა ახლოს მოიწი, რაღაც კარგად ვერ გხედავ. საოცარი ეს ცხოვრება. 300 მეტრში გაფრენილ ქორს ვკლავდი. -3 აღარ მყოფნის. თვალის ექიმთან ვარ მისასვლელი. ვახტანგ, ახალი ამბავი გაიგე? რა ამბავი? ჩვენს პირდაპირ არუთინოვმა საკუთარი მაღაზია გახსნა. რა გიკვირს უნერე? ხომ იცი რომ ახლა ნეპია, ნეპი. ნეპია თუ რაღაცა შესანიშნავი ბეწვეული აქვს გამოდებული. არუთინოვების გვერდით პეტროსიანების პატარა ფარდულია სათამაშოებისათვის. რა სასაცილო დასაკოქი ბურჟუა იყიდება, სიმონის ბიჭს უყიდი ძალიან მოეწონება. ვახტანგ, შეხედე ბუდაპეშტში ზროხები. სიმონს უყიდი ძალიან გაეხარდება. ხედა ვახტანგ? შეხედე. ხედავ რუსუდან, მაგრამ ერთი რამ არ მესმის. სიმონ დადიან ზროხა რატომ გაეხარდება? როგორ არ იცი?
სიმონ დადიანის ოჯახი სოფელში გადადის საცხოვრებლად. სიმონს კოლმეურნეობის თავმჯდომარედ ნიშნავენ. როგორ? სიმონ დადიანი კოლმეურნეობის თავმჯდომარედ დგება? კი ბატონო. ერთო შესახებ. ვახტანგ. შენს ჯამრთელობასაც მოუხდებოდა სოფლის ჰაერი, მაგრამ სოფლის ჰაერი. სად ვახტანგ ვაჩნაძე და სად ტალახიანი სოფელი. მე ხომ სოფლის მეურნეობის არაფერი გამეკება. ნუ გადამრე ვახტანგ. სოფლის მეურნეობას რაც ცოდნა უნდა. ქათამი კვერცხს დადებს. დროხა მოიწველება. სიმინდი ტაროს გამოიღებს. მოხარშე, დააყარე, მარილი და მირთვი. ესეც შენი სოფლის მეურნეობა. გისმენთ ბატონო. ვაჩნაძე ვარ. ვახტანგ ვაჩნაძე. რაშია საქმე? აჰა. სამსახურის შესახებ. მოითმინეთ ამ ხანაგებთან მოვითათბირებ. სამსახურს მთავაზობენ. სად? არის ასეთი ჭიათურის მაღარო. გახსოვს ჩვენი მეზობლები, ჩიბურდანიძეები რომ წავიდნენ მთელი ოჯახი. ჩიბურდანიძის ქალის გვერდით ვერ დავდგები სწორედ. უარი უთხარე. კი, მაგრამ მიზეზი ხომ უარი უთხრა? კარგით. ბატონო, გმადლობთ, მაგრამ მე ვერ შევძლებ თქვენთან სამსახურს. უგაცრავად. კი, მაგრამ მიზეზი? მიზეზი? ხო? ხომ უთხარით? არა, არ მithავს. ისევ ერთი წუთით. თქვენ უკეთესი რამ სამსახური ხომ არა გაქვთ? რაში გამოიხატება ბატონო და ესე იგი, სამუშაო იყოს ცოტა და ჯამაგირი დიდი. გაქვთ ასეთი? მომითმინეთ ერთი წუთით, ასეთი აქვთ რომ სამუშაოა ცოტა ჯამაგირი დიდი. მაგაზეც უარი უთხარი. მიზეზი ხომ სტუმრად მივდივართ დადიანებთან. მაბატიეთ ბატონო, ვერ შევძლებ დიდ ჯამაგირზე მუშაობას, იმიტომ რომ სტუმრად მივდივართ დადიანებთან, პურმარილზე ვართ დაპატეჟებული. არ შემიძლია მე ახლა მუშაობა და სამსახური. ბიჭოს დაიწყება ეს გაუთავებელი რეკვები. ვახტანგ, ხომ იცი რომ დადიანები გველოდებიან? ხო, დადიანები გველოდებიან. რომელი საათია? რომელი საათია? ჩვენი საათი გაჩერებულა. რადიო. Внимание! Говорит Москва. Советским правительством дан нашим войскам приказ отбить разбойничье нападение ომია. რომელი ომი ვახტანგ? ფაშისტურ გერმანიასთან. მე წავედი. სად მიდიხარ? მე წავედი ფრონტზე, მოწინავე ხალხი. არა, მე წავედი. ვახტანგ. სად არის ჩემი ზურგჩანთა? რომელი ზურგჩანთა? აი დიდი მწვანე ფერის რომ არის. მე მგონი შენ მწვანე ფერი არ მოგიხდება, შენ თვალებს უფრო ცისფერი მოუხდება ვახტანგ. რუსუდან ფრონტზე ფერებს ვინ არჩევს? როცა ყველანი სანგრებში ვიქნებით დამალულები. ვისაც სად უნდა იქ დაიმალოს, მაგრამ შენ არ უნდა დაივიწყო რომ ვაჩნაძე ხარ და დასამალი არ არის. მე წავედი. ვახტანგ. ნახვამდის. მე წავედი ფრონტზე. ვახტანგ. გამარჯვებული დავბრუნდები რუსუდან. არა მე წავედი ფრონტზე. ნახვამდის რუსუდან. უნდა წავიდე. მე მივდივარ ფრონტზე. მე წავედი რუსუდან. 8 мая 1945 года в Берлине представителями германского верховного командования подписан акт о безоговорочной капитуляции германских вооруженных сил. საქმეა ეს. ომის ასე ჩქარა დამთავრება ვინ გაიგონა? რაღაც მინდა ახლა მე ზურგჩანთა. ამ ზურგჩანთას შემდეგი ომისათვის ცისფრად შეგიღება ვახტანგ. ნუ ღარ შეღება რუსუდან. ვიღას დაჭირდება ზურგჩანთა. როცა მსოფლიო მშვიდობისათვის იბრძვის. რუსუდან რაღაც გული არა მაქვს, კარგად. ვახტანგ,
წავიდეთ სტუმრად დადიანებთან. როდის მოდით? ცა გაიღვიძებთ. წავიდეთ სტუმრად. შინ მოусველ სვიმონ დადიანის ოჯახში. საწყალი ობლები. სიმონის ქალიშვილი უკვე 3 შვილის დედაა ვახტანგ. სვიმონის ქალიშვილი უკვე დიდი ბიჭი იქნება. ბიჭი ენგურხესზე მუშაობს მთავარ ინჟინრად. მინდა მის ბიჭს საჩუქრად მიუტანო ბურთი პელეს სურათით. საწყალი პელე არ უნდა დამდგარიყო გოლმეურნეობის თავმჯდომარე. ვახტანგ წავიდეთ სტუმრად დადიანებთან. წავიდეთ სტუმრად დადიანებთან, მაგრამ ჯერ დავრეკა ვიქნებ არავინ არ არის სახლში და სად წავიდე? გისმენთ დადიანის ბინაა ბატონო. რომელიმე ოჯახის წევრს თხოვეთ. სახლში არავინ არ არის? მადლობთ. სახლში არავინ არ არის, ყველა წასულა. ეს ხომ უზრდელობაა. ჩვენ დაგვპატიჟეს თვითონ სადღაც წავიდნენ. ფილარმონიის დიდ დარბაზში წასულან საზეიმო საღამოს. რა ზეიმია? გერმანიაზე გამარჯვების 38 წლის თავი. მერე შენ რატომ არ გამოგიგზავნეს მოსაწვევი ბარათი? ჩემთვის რატომ უნდა გამოეგზავნათ? მე ვის რაში ვჭირდები ჩემო რუსულო? ასი ეს ცხოვრება, ზოგს ყველაფერი, ზოგს არაფერი. ნუ ნერვიულო ჩემო რუსუდა. ეხლა კიდეც რომ გამოეგზავნათ უკვე გვიან არის. თუ გვიან არის დავწვეთ. დავწვეთ ჩემო ვახტანგ ჩვენ გონი სადღაც ვაპირებდით დასვლას. ჩვენ სად ვაპირებდით? საოცარია პირდაპირ. ასე მგონია მთელი ჩვენი სიცოცხლე სადღაც ვაპირებდით დასვლას. მე მგონი შენ უკვე გძინავს ჩემო რუსუდა. ალბათ ღამე მშვიდობისა რუსუდან. ღამე მშვიდობისა ვახტანგ. გამოიარე ხოლმე რუსუდან.